მოგესალმებით, ეთერშია კახეთის საათი, სტუდიაში მუშაობს ჟურნალისტი ილია მარტყოფლიშვილი. წინასწარმეტყველ ელია თეზბიტელის ტაძარში მოღვაწე ბერები დახმარებას ითხოვენ კლდეზე შეფენილ მონასტერს, რომელიც ბოლო ხანს თავისი უნიკალურობით დედოფლის წყაროს სავიზიტო ბარათად იქცა, კლდიდან მოწყვეტილი უზარმაზარი ლოდი დაეცა. დაზიანებულია შენობის ნაწილი. დიდი ზომის ნაპრალები გაუჩნდა შესასვლელ თაღს და სამრეკლოს ნაწილს. უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, ამ დრომდე შეჩერებულია წირვა-ლოცვა. მოსახლეობას ტაძართან მიახლოვება აკრძალული აქვს. პოლიციის მიერ ამკრძალავი ლენტითაა ჯერ კიდევ გადაკეტილი გზა. მე-6 საუკუნის ძეგლი დამთვალიერებელს ვეღარ იღებს. მონასტერში მცხოვრები ბერები იხსენებენ, რომ მცირე ზომის ქვების შლა სხვა დროსაც შეინიშნებოდა, თუმცა ასეთ მასშტაბურ ფაქტს ადგილი არ ჰქონია. ვნახოთ ლალი დავითაშვილის და ვანო შიოშვილის რეპორტაჟი დედოფლის წყაროდან. წინასწარმეტყველ ელია თეზბიტელის ტაძარში მოღვაწე ბერები დახმარებას ითხოვენ. მე-6 საუკუნის ტაძარს კლდიდან მოწყვეტილი უზარმაზარი ლოდი დაეცა, რის გამოც წირვა-ლოცვა ამ დრომდე შეჩერებულია. რას უკავშირებენ ბერები კლდის შლას და რა კომენტარს აკეთებენ კულტურის სამინისტროს და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს წარმომადგენლები. წინასწარმეტყველ ელია თეზბიტელის სახელობის ტაძარში ამ დროისთვის წირვა-ლოცვა შეჩერებულია და მოსახლეობას ტაძართან მიახლოვება აკრძალული აქვს. რამდენიმე დღის წინ დედოფლის წყაროს რაიონში ელიას მთაზე მეორე მე-6 საუკუნის ტაძარს კლდიდან მოწყვეტილი უზარმაზარი ლოდი დაეცა. რის შედეგადაც დაზიანებულია სამრეკლო და შესასვლელი თაღი. ჩამონაშალი ქვით ჩახერგილია ეზო და ტაძრამდე მისასვლელი ბილიკი. მონასტერში მოღვაწე ბერების თქმით, კლდის ჩამოშლის პროცესი ჯერ კიდევ გრძელდება და აუცილებელია სასწრაფოდ მოხდეს ლოდის მოცილება და ტაძრის აღდგენა. ხოლმე ხმა კარიერის აფეთქების და გვეგონა აფეთქების ხმა. ძალიან დიდი ხმა ქონა აფეთქებას გავდა. არ მიგუქცევია ყურადღება. საღამოთი წარდება ხოლმე წუხრი და საღამომდე ძირითადად მოცილები ვინც ამოდიან, ვაძლევთ გასაღებს და ტაძარს ლოცვა მოხდა. ერთ-ერთი მომცველი ამოვიდა. გასაღები გავატანა და ესეთი ამბავი ჩამოგიტანა, რომ ჩამოვარდნილი არსო. ქვები არის ჩამოცენილი. ნუ აგვეგონა ხა საგანგაშო ძალიან დრო არის ხომ შემთხვევები რომ პატარ-პატარა ქვები ისედაც ცუა ხოლმე. მოვავდით უკვე ესეთი სიტუაცია დაგვხვდა ესეთ. დაგვიზიანეთ არის კუთხე, სამრეკლო და ჩემი უკვე თუნდაც ნახეთ წყალობით ტაძარი ძალიან არ დაზიანებულა, შიგნიდან ყველაფერი გადაშენილია, სიწმინდეების ხატებით თვითონ არაფერი არ დაზიანებულა. მხოლოდ ვიზუალური გარედან არის დაზიანებული, მაგრამ ნუ საშუალება არსებობს კიდე, რომ ექსპერტები იყვნენ ჩამოსულები, თქო მასალა აიღეს, გადაიღეს, რა ვიცი დღეს ან ხვალ ამ დღეებში ველოდებით რა პასუხებს რას ისავნე. და ჩამოწყვეტის საშუალება არის კიდე, მომენტ ადამთავრებულა ეს. არა ის კარიერებიც ხომ არ უწყობს ხელს ამ. რა თქმა უნდა, ძალიან დიდი ვიბრაცია აქვს, ისმის რა, აფეთქების დროს იმხელა ვიბრაცია ხომ რომ იგრძნობა რა თავისთავად მოქმედებს. არა მარტო მონასტერზე, როგორც სახლებზეც და შენობებზეც რა და აქ განსაკუთრებით აი ხოსავით ისმის ძალიან. ადგილობრივების ინფორმაციით შემთხვევის შესასწავლად ადგილზე იმყოფებოდნენ კულტურის სამინისტროს და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს წარმომადგენლები. როგორც ტაძრის მორჩილი ამბობს, ლოდის ჩამოვარდნის ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა დედოფლის წყაროში მოქმედი კალციტის მოპოვების დროს კარიერების აფეთქებაც იყოს. ადგილობრივები ტაძრის აღდგენას ითხოვენ. ეს ტაძარი არის მნიშვნელოვანი ჩვენი რაიონის მოსახლეობისათვის. ცუდია რომ ეს ფაქტი მოხდა. ამისათვის აუცილებელი არის რომ ეს სიზნელები დაიძლიოს და ეშველოს ამ ტაძარს ეს ლოდი უნდა მოინგრას, გამაგრდეს, გასამაგრებელი სამუშაოები უნდა ჩატარდეს და ჩვენი მოსახლეობა ისე უნდა დაუბრუნდეს ამ ტაძარს სალოცავად ისე რომ საშიში არ იყოს, უსაფრთხოების ზომები უნდა იყოს დაცული აუცილებლად. დედოფლის წყაროს რაიონის კულტურის განყოფილებაში კლდის ჩამოშლის ზუსტ მიზეზებს ვერ ასახელებენ, თუმცა გავრცელებულ ვერსიას გამორიცხავენ. სერგო ქართველიშვილის განცხადებით უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი თუ როგორ მოხდება ტაძრის რეაბილიტაცია. ძეგლის აღდგენა შეიძლება არ არის ძალიან დაზიანებული, მაგრამ აი იმ ადგილი საიდანაც მოწყდა, იქ ძალიან დიდი საშიშროება. იქ სპეციალისტების გარეშე მაგას ვერ გადავწყვეტ. წყალი ჩადის ნაპრალებში, რომელიც მე ყინვის დროს და იწევა, მე კიდე ახლა წვიმები იყო ძალიან დიდი და ეტყობა ამან გამოიწვია რაღაც ნაწილის მოძრობა და ამან მოწყვეტა სამანი საქმე. ეგეთი ბევრი ადგილი, მაგას აქვს ეგეთი ბევრი ნაწილები.
ელია თეზბიტელის სახელობის ტაძრის სრული რეაბილიტაცია 2005-2006 წლებში განხორციელდა. ტაძარს ყოველწლიურად უამრავი მნახველი ჰყავს. როდის მოხდება ახალი დამთვალიერებლების მიღება და როდის აღდგება წირვა-ლოცვა ჯერჯერობით გაურკვეველია. ელია თეზბიტელის ტაძრის დაზიანებაზე ვსაუბრობთ დედოფლის წყაროში და თქვენ უყურებთ თოქ-შოუ კახეთის საათს. როგორც იცით, დედოფლის წყაროში მდებარე ტაძრები ხორნაბუჯის და ჰერეთის ეპარქიას ეკუთვნის, ამიტომ ჩვენი გადაცემის სტუმარია ხორნაბუჯის და ჰერეთის ეპარქიის არქიტექტორი, ასევე დედოფლის წყაროს ძეგლთა დაცვის ცენტრის ძეგლთა დაცვის სპეციალისტი სერგო ქართველიშვილი. მოგესალმებით ბატონო სერგო. მადლობთ სტუდიაში სტუმრობისთვის. თქვენ კომენტარში აღნიშნეთ, რომ ახლაც რთული ვითარება არისო და რამდენიმე ასეთი ლოდი არის. ვიდრე დღევანდელ სიტუაციაზე გადავალთ რა ვითარება, მინდა გითხოთ, როდესაც ტაძრის აღდგენა დაიწყო, იმხანად თუ მოხდა აი ამ ქვათაცვენის პრობლემის გამოკვლევა ან შესწავლა? გამოკვლევა არ მოხდა რა. უბრალოდ ეგ ტაძარი არსებობდა მან და მაგას ახლა ის თვითონ ის თაღი, რომელიც წარმოშობილია ქვეშ გასაძრომია, ბუნებრივი ძეგლი იყო ეგ თავის დროზე და ეგ ეტყობა მან დრო ადრე ტაძარი იყო, მანდვე აკეთებდნენ იმ ქვებს ამზადებდნენ და ეს ყველაფერი გამოღებული და იქვე გაკეთებული ეგ ტაძარის მასზე აკეთებდნენ და ეგ ეტყობა მაშინდელი დარჩენილია. მაგედან შეიძლება მაღლა ჯვარზე ასვლა, მან გვინდოდა კიბის გაკეთება, მან შესვლა და ჩართვა. ეგ მომავალში გასახორციელებელი იქნება, მაგრამ ეხლა ნახოთ როგორ იქნება, როგორ გავამაგრებთ მაგას. გამაგრება აუცილებლად საჭიროა. თუ რამე მეცნიერულის არსებობს დღევანდელი ისა, ალბათ გვეტყვიან სპეციალისტები. თუ არა და მე მაქვს ერთი წინადადება, რომ ეგ უნდა შეიკრას. მაგის მთლიანად მოცილება სასურველი იქნებოდა, მაგრამ შეიძლება უფრო მეტი ის გამოიწვიოს ზიანი. მაგას სახიფათოა, მაშინ უნდა სპეციალური ჯებირებებით გავაკეთოთ, რომ ტაძარი არ წაიღოს სულ დავანგრიოთ. ან კიდე უნდა შეიკრას არმირებით, ჩემი აზრით, ახლა როგორც დილეტანტი, ახლა დილეტანტიც არა, რაღაც მშენებლობაში მესმის, მაგრამ არმირებამ გავაკეთოთ სალტეები და უნდა სპეციალური ხსნარებია ახლა ჰიდროიზოლაციის ისინი და ამით უნდა შეიკრას ეგ თაღი, უნდა იყოს მონოლითურად, მთლიანად რომ ყარად დადგეს და ეგ ისევ გამოვიყენებთ, როგორც ვაპირებდით რა თავად. აი მეც მრავალჯერ ყოფილვარ ამ მონასტერში, მაგრამ არ მინახავს ჩამოყრილი ქვები, თუმცა აი ეგ ცხოვრები მორჩილები ამბობენ, რომ სხვა დროსაც შეინიშნებოდა ეს ქვების წვენა. თქვენ შეგინიშნათ პირადად რამე თუნდაც მცირე ზომის? არა, მცირე ზომის შემინიშნოს. აი ეს იყო შარშანი იყო თუ რაღაცა მაგ თაღში ზუსტად მან გავედი და პატარა ნაწილი იყო, პატარა ესეთი ზომის ჩამოვარდნილი მან. აი ეგ შემინიშნოს. ეგ ისე სახიფათოა მოსახლეობისთვის უფრო, აი ნახველისთვის უფრო არის საშიში. იმიტომ რომ მან არ იცი როდის რა ტურისტული ის იქნება მარშრუტი და რამდენი ხალხი და ეგ რო უცბად მაშინ მოხდეს, თან დიდ სხვაყურს გამოიწვევს. ეხლა გადავრჩით რა. თავად მონასტრის საძირკველი, საფუძველი რამდენად მყარია, მასაც ხომ არ აქვს საფრთხე რო ვთქვა თან ჩამოიშალოს? არა, მას არ აქვს. მას არ აქვს, ეხლა მართალია ძველი მონასტერი. ანუ ძველზე დაშენებული. ძველზე დაშენებული, მაგრამ თანამედროვე იმით გავაკეთეთ, იქ არმირებაც ვიხმარეთ, საჭირო კონსტრუქტორი. გამყარდა. აუ ეგ გამორიცხულია. ეხლა ესეთი ქვა რომ მაგას მოხდრო და სხვა დროს მოანგრევდა მანდაურობას. ეგ გაუძლო კიდე, იმიტომ რომ მან გვაქვს კუთხეებში არმირება გაკეთებული მონოლითური, ისინი გვაქვს ჩატანებული, სპეციალური კონსტრუქტორიც მიიღებდა მონაწილეობას. სპეციალისტები ძალიან მაღალი დონის სპეციალისტები მიიღეს მონაწილეობა. როგორც არქეოლოგიაში, ისე რესტავრაციაში, ისე პრინციპში მაგხრივ დაცულია. ამ ეტაპზე ვთქვათ, ესეთი მასშტაბური ლოდის ჩამოვარდნა თქვენ რას უკავშირებთ? მოეწეღან როგორც აღნიშნეთ წინა იმაში, ეგ უფრო აი მანდარი ბევრი ისინი აქვს, ნაპრალები აქვს მაგას, რომელიც წყალი რეცხავს ამას. ისე ეგ თაღი უკვე სიმძიმით ერთმანეთს აწვება და ეგ გაჩერებულია, მაგრამ მანდ უკვე პატარ-პატარა ეს რო ცვივა, მე უკვე შეიძლება ჩიტიც რო დაჯდა, შეიძლება იმან გამოიწვიოს, ეგ უკვე ის არის
სახიფათო. ეგ შესამოწმებელია რა, როგორ გითხრათ. თუმცა, როდესაც ამ ხელა მნიშვნელობის და მოცულობის სამუშაოები ტარდება, თქვათ, არ ითვალისწინებს ეს სამუშაოები გარკვეულწილად შესწავლას თავიდანვე, რამდენად მყარია ის მონაკვეთი, სადაც როდესაც ასეთ რელიეფზე შენდება ეკლესია. რო ვაშენებდით, მე თავიდანვე მაგას ვაქცევდი ყურადღებას, რომ საიდანვე ქვის ვარდნა ვერტიკალურად ხდება ფაქტიურად, სადაც უნდა მოხდეს საიდანაც უნდა. ეხლა ტაძარს როგორც სახიფათო ისევ ნაკლებად ქონდა, იმიტომ რომ იქ ეტყობა პირველად ვინც გააკეთა ესა და ის საფუძველი ადრე ვინც ტაძარი ააშენა, იმას გათვალისწინებული ქონდა ეგეთი სახიფათო მომენტები, იმიტომ რომ სანამ ეს თაღია, იქამდე არის ბორცვი, რომელიც ის ჩამოარდნას მერე ყოფს ორ ნაწილად, იქიდან მერე დაგორების მომენტში უნდა გაიაროს რაღაც ისა, რომ ტაძარს აცდეს. ხო, მაგრამ ეს ჩვენ იმას ხალხს რო დაეცეს, მე საშიშია რომ ხალხს დაეცეს, თორემ ტაძარმა შეიძლება აიცილოს რაღაც ესეთ ძიმე დაზიანებები, მაგრამ მაინც ახლა დღევანდელ დღეს ეხა ტურისტული მაშინ ბერები იყო, შეიძლება მაგას ყურადღება არ მიაქციეს და მარტო ცხოვრება და შეიძლება განდეგილებიც იყვნენ, არ ვიცი. რა სიტუაციაში იყო, მაგრამ აი ახლა ტურისტული მოძრაობისთვის ეგ აუცილებლად უნდა გამაგრდეს. კარგია რომ ზამთრის პერიოდში მოხდა და არ იყო ზაფხული, ეს ავარაუდოთ უფრო მეტი ელიაობის დროს არ იყო. ვიდრე სხვა თემებზე გადავალთ, მოდით მოვუსმინოთ მამა ნიკოლოზ ლომსაძის კომენტარს ამ ტაძართან დაკავშირებით და შემდეგ განვაგრძობთ. 1999 წელს და ყოველთვის აღინიშნებოდა ამ თაზე წმინდა ელია თესბიტელის დღესასწაული და ჩვენ გვიწევდა ხოლმე ამოსვლა მოძღვარს რომ ჩაგვეტარებინა აქ პარაკლისი, იმიტომ რომ წირვის საშუალება ნამდვილად არ იყო. ჩვენ გაგვიჩნდა სურვილი რომ აღდგენილიყო ის ძირძველი ტაძარი, რომელიც კლდეზე იყო შეფენილი. მაგრამ იმ დროს ძალიან ესეთი ნანგრევის სახით იყო შემორჩენილი და ვერაფრით ვერ აღვიქვავდით რომ ამას ჰქონდა ტაძრის რაღაცა ფორმა. და საძირკვლის ძირში ჩვენ აღმოვაჩინეთ ფრესკის პატარა ფრაგმენტები შემორჩენილი, რამაც დაგვარწმუნა რომ ეს ნამდვილად ტაძარი იყო და აი ამის შემდეგ უკვე ჰქონდა ძალიან დიდი სურვილი რომ აღდგენილიყო ეს ძვირფასი ტაძარი. 2004-2008 წლებში ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები მათი განვითარების პროგრამა დაიწყო. მივიღეთ მონაწილეობა ამ პროექტში და სერგო ქართველიშვილი არის ესეთი ამ რაიონიდან არქიტექტორი, მას ვთხოვეთ რომ გაეკეთებინა პროექტი ამ ტაძრის აღდგენისა. მცირე გრანტების პროგრამამ დააფინანსა არქეოლოგიური კვლევები და აი ამ არქეოლოგიური კვლევების დროს აქ იყო ჩამოსული ცნობილი არქეოლოგი იულონ გაგოშიძე, რომელმაც გათხარა მთლიანად და მან დაადასტურა რომ ეს ტაძარი მე-6 საუკუნიდან უკვე მონასტერი უпроსორად მე-6 საუკუნიდან მოქმედებდა. სხვადასხვა დროს იყო დაანგრეული, აღდგენილი და ყველა საუკუნის ნაშთი თითქმის აღმოჩენილი იყო აი ამ არქეოლოგიური კვლევის დროს. დავიწყეთ უკვე ამისი აღდგენა. რა თქმა უნდა, ეს დაფინანსებული იყო მსოფლიო ბანკის მიერ მცირე გრანტების პროგრამით. რა თქმა უნდა, ის თანხა ვერ ააშენებდა ამ ტაძარს მთლიანად, მაგრამ დასაწყისისთვის და წამოწყებისათვის, რა თქმა უნდა, ეს საჭირო თანხა იყო და ძალიან შეგვიშველა. მაგრამ აღმოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც დაგვეხმარნენ, იყო შემოწირულობები, რა თქმა უნდა. ჩვენ 35 მეტრის სიმაღლეზე მიდიოდა სამშენებლო მასალა. იქ ვერანაირი ტექნიკა ვერ უდგებოდა, ამიტომ 1200 ტონა მასა. ეს იყო ქვა, ეს იყო დუღაბი, ეს იყო რკინაბეტონი, ხელიდან ხელში გადადიოდა და აი ესე შენდებოდა ეს მადლიანი ტაძარი. 2005 წელს დაიწყო მშენებლობა და 2007-ში ჩვენ უკვე პირველი წირვა-ლოცვა ჩავატარეთ აი ამ ტაძარში. რა თქმა უნდა, ეს ძალიან დიდი სიხარული იყო მრევლისათვის, რადგან მოგვეცა საშუალება აი ამ აღდგენილ ტაძარში
განახლებულიყო წირვალოცვა და დაფუძნებულიყო აი აქ მონასტერი. ელია თესბიტელის ტაძრის დაზიანებაზე ვსაუბრობთ და ჩვენი გადაცემის სტუმარია ხორნაბუჯის და ჰერეთის ეპარქიის არქიტექტორი სერგო ქართველიშვილი, როგორც მოვისმინეთ, მამა ნიკოლოზმაც აღნიშნა, რომ თქვენ თავიდანვე ჩართული იყავით ამ საქმეში, ამიტომ თქვენც მინდა გკითხოთ და გაიხსენოთ, როგორ დაიბადა ტაძრის აღდგენის იდეა და როგორ ხდებოდა ეს პროცესი. როგორც მამა ნიკოლოზმა მოგახსენათ, უნდა მაინც უნდა აგვედგინა ეგ ტაძარი. მაშინ აზრიც გამოთქვეს მაშინდელმა მთავარ არქიტექტორი იყო ჭედრიშვილი ვალერი, მეანაც მითხრა რომ ჩვენც გვინდოდა აზომით გავაკეთეთ რაღაცა, მაგრამ თანხებში ვერ ჩავედით და ვერ გავაკეთე. მე ჩემ ძმამ გავამეგზავნა, მეც არქიტექტორი ამერიკაშია. იქიდან მომწერა რომ ისაო აზომა გააკეთე რომ ჩამოვალთ და დავიწყოთ მშენებლობა. ნუ აზრები ბევრს ჰქონდა რომ უნდა აღვედგინა. მაგრამ მომწიფდა ეხლა მე კიდე უთხარი რომ უკვე დააგვიანე, უკვე პროექტიც გაკეთებული გვაქვს და მშენებლობა უნდა დავიწყოთ მეთქი. აი იმ პერიოდი იყო. ეს მამა ნიკოლოზის იდეა იყო რომ მცირე გრანტების პროგრამა დაემთხვა და გითხრა რომ მაინც სასადენია ვართო და იქნება თუ გაგვიმართლა და რაღაც პატარა შეგვეშველა ეს თანხაო, ეხლა მაგას კი არ ეყოფოდა რა თქმა უნდა ის თანხა, კიბეებსაც არ ეყოფოდა ბოლომდე, მაგრამ რა თანხა იყო ეს? 30000 იყო და 10000 უნდა დაგვემატებინოთ ჩვენ 30-ში შედიოდა 10% ლარი თუ დოლარი და 10% კიდე თვითდაფინანსება იყო. ეხლა ჩვენი ხელფასები, იმის ხელფასები ყველაფერი ჩავდეთ ისე 10%-ში გავიყვანეთ რა. ნუ ფაქტიურად იყო 20% 10-ზე რა ესეთი 20%-ით რა. რა მონაცემებს დაეყრდენით აი და რა მოგცათ გათხრებმა? ეხლა პირველად როცა ეგ იდეა წამოვიდა, მაშინ როგორც არქიტექტორმა ჯერ ესკიზი უნდა გამეკეთებინა, იმიტომ რომ იქ არაფერი არ ჩანდა, მარტო ერთი კვალი ჩანდა ნაწილი, ისიც მე მიწაში იკარგებოდა, გარედან იმ შემეშველა ის რომ გარედან ჩანდა ქვის წყობა სადამდე მიდიოდა. და მე ეხლა მექანიკური უბრალო იმეებით ეხლა შვეულით, თარაზოთი რაღაცებით მე გავაკეთე ის გეგმა, ანაზომი 1-3 დღე მოუნდი, მაგას დილნა საღამოთი სულ იქვიჯექი ხოლმე. ეს გეგმა გავაკეთე, მე დამაინტერესა ბევრი რაღაც კანონიკა რო არ ვიცოდი ახლა მან ეს პირველი გზა არ დიოდა ცენტრზე, დასავლეთის მხრიდან ადიოდა, ძალიან კიბეები იყო ისეთი იმით რომ გაუჭირდებოდა ადამიანის შესაძლებლად. თანაც შედიოდა შუა ტაძარში. ცოტა ეს გაუგებარი იყო ჩემთვის. თანაც კანკელი კი არა ეს სატრაპეზო მაგიდა იყო ხელოვნურად გაკეთებული ქვისაგან ესეთი წყობით გაკეთებული და თანაც შემოტანილი იყო ეს გზა როგორც ადიოდა პირდაპირ ეჯახებოდა. ცოტა გაუგებარი იყო, მაგრამ მე რო ის მთლიანად კონტური ავაგე, ჭრილები გავაკეთე, ქანობები შევისწავლე, ყველაფერი გავაკეთე, მე გამოვხაზე და მამა ნიკოლოზსაც უთხარი რომ აი ეს სიტუაცია მე ჩემთვის გაუგებარია მეთქი და მე წავედით მეუფე დავითთან. ეს ესკიზი ჩემი ნახაზებით ყველაფერი შევათანხმოთ, იმან გვითხრა, ნუ რა გვიხსნა ესე და ჩრდილოეთის მხარეს იყო პატარა კარი. პატარა კი არა მეტრიანი, ახლა სადაც არის ნამდვილი კარი შესასვლელი, იქ იყო ადრე რაღაც კარი, რომელიც გადიოდა ეზოში. ის მიწით იყო სავსე, არ ვიცით რა იყო. ეს ყველაფერი მე პროექტი მაინც გავაკეთე იმ პროპორციებით, როგორც წესი არის ტაძრების მშენებლობისა, ის სიგანე ისინი ვიცოდი, სიმაღლე დავადგინეთ, ის ყველაფერი გავაკეთეთ და მოამზადეთ მცირე გრანტების პროგრამისთვის რა, ნუ თუ გავიდეთ. შეიძლება ვთქვათ, რომ პირვანდელი სახე მაქსიმალურად დაუბრუნდა ამ აი ხ გეტყვით მაგაზეც, აი ჩვენ რო გავაკეთეთ ეგა, მე არქეოლოგია ჩავატარეთ, მე იქ გამოჩნდა ყველაფერი, სად იყო, როგორ იყო, სადამდე გრძელდებოდა საკურთხეველი, სად იყო, განხრებმა ძალიან ბევრი დაგონახა. ის კარები, რომელიც ახლა ტაძარში შესასვლელია, ის ეზოში გადიოდა, იქ ქვევრები აღმოჩნდა, იქ სამეურნეო დანიშნულებისა იყო. იმიტომ რომ იქ ღვინოს ინახავდნენ, ხორბალს ინახავდნენ, რაღაც ეტყობა, გჭირდებოდათ ესე. და ეს კარებიც რო გავუკეთეთ, მე უკვე პროექტი გავაკეთეთ, უკვე ჩამოყალიბდით. მე საბჭოზეც გავიტანეთ, იქაც მქონდა შენიშვნებით იმ საბჭოს წევრებს, რაღაცები გავითვალისწინეთ ისა და ანუ აი დღეს იმით იმ პროექტით გავადგინეთ ეგ ყველაფერი. და ასევე მინდა გაიხსენოთ, აი გრანტების თანხა ცოტა იყო, მაგრამ 2 წელიწადში მოხერხდა ტაძრის დასრულება.
რისი წყალობით მოხდა ეს? ეს საინტერესო იყო. ჩვენ ახლა მანდ რო გავყვეთ როგორ მოხდა ეს იქ შეიქმნა ჯგუფი, ვინც ამ პროექტს გააკეთებდა, როგორც არქიტექტორი, ისე მშენებელი ინჟინერი, არქეოლოგი, ეს ყველაფერი იყო ეს მცირე გრანტების პროგრამაში შეტანილი. მაშინ გავიცანე დათო ფხოველიშვილი, რომელმაც ეს მე ხარჯთაღრიცხვაც გააკეთა, ხა ჩემი იმით მე გავაკეთე განმარტებითი ბარათი, როგორ უნდა აშენდეს რაღაცა და იმან იანგარიშა მე ჩემი პროექტით და იმით კონსტრუქციული ნაწილი და იმით გააკეთა ხარჯთაღრიცხვა. ის ხელმძღვანელობდა მე ამ ნაწილს, მე პროექტირებას იმაში. მე იულონ გაგოშიძე იყო ამ არქეოლოგია რო ჩავატარეთ ეს ყველაფერი შედიოდა იმას და ის დაგვიმტკიცეს, გაგვიმართლა რომ ეს მე ის ჯგუფი ხელოსანი საწყალი ზაურ გონაშვილი ეგ რასაც ჩვენ ვაკეთებთ ყველგანი იყო ხოლმე, გარდაიცვალა წლისთავი ჯერ არ ჩადარებული. წყინვალი რა, მაგას თავის ჯგუფი ყავდა პოეტებისაში თქვენ გეცოდინებათ იქაური ხართ, ამ შენებლობის დროსაც ისინი მთელი სამხედრო ეს სასაზღვრო ჯარი გვეხმარებოდა, ეგენი არ მოხმარებოდნენ, ძალიან გაგვიჭირდებოდა. მართალია ჩვენ იქ პროექტში ქონდა ჩადებული ბაგირებით ატანა ემე ქვების და მაგრამ ეგ მაინც საშიში იყო რომ ვიღაცას დაუდევრობით რომ გაეშვა ხელი ან რაღაცა შეიძლება სპეციალისტ მოყვა. ამ ხალხმა პოლიციელები დაგვეხმარნენ, მოსახლეობის ქუჩებით იყო წვრილი შემოწირულობები, თქვათ შემოწირულობები, მაგალითად კირი შემოწერეს ახლა ვახტანგ კიკილაშვილი სამშენებლო მასალები, მე ის სამხედრო ნაწილის ის რო გაიყიდა იქ იყო დრაგუნთა პოლკის დროინდელი ისინი ცხენოს რომელშიც სამხედროები იყვნენ. მე იმ ხალხმა დაანგრიეს ზოგმა ვინც იყიდა ეგენი ის ქვები შემოგწირეს დათლილი ქვები იყო იმ ქვებით ავაშენეთ ფაქტიურად რა ის ქვები მოქონდა და იმით იმაშველოდით ძირთადად ეგ გამოვიყენეთ კირი შემოწირეს ცემენტი შემოწირა იქ მაღაზია იყო ერთი რომელიღაც ის იყო და იმას შემოწირა ცემენტი რომელსაც ხმარობთ არმირებაში ხალ კირს ვერ ვიხმარებთ იმიტომ რომ კირი ლითონთან ვერ იმაშოვა ჟანგავს და აფუჭებს ნუ სხვათა შორის მართლა რა მოსახლეობა ისე დაგვიდგა გვერდით რომ საოცრება იყო რა ფაქტიურად ძველად სულ რთულ რელიეფზე ხდებოდა ყოველთვის ტაძრების აგება და ახლა თანამედროვე რეალობაში ალბათ არ არის ხშირი შემთხვევა, როდესაც იგივე ძველი მეთოდების გამოყენება უხდებათ და ხელახლა არის აღსადგენი ამგვარ რთულ რელიეფზე ტაძარი. აი ეს რამდენად სირთულეს ქმნიდა, რომ იქ ტექნიკა ვერ მიდიოდა ახლოს. სირთულე ხო და მაგ ჯერ ქვისატანაში იყო. ეხლა მე თავიდან რომ დავიწყე ლაპარაკი, მე ვთქვი რომ ვინც იქ აშენებდა, იქვე ამზადებდა ამ ქვებს და იმიტომ იყო ეს ყველაფერი და თან გათვლილი ჰქონდათ ის ვარდნებიც მაღაზე იყო. მე რომ ვაკვირდებოდი უკვე მივხვდი რომ ის ტყუილად არ იყო დატოვილი ის შუა ნაწილი იმ თაღის ქვემოთ, იმიტომ რომ ის ქვის ცვენას უშლიდა ხელს და ნუ სპეციალურად იყო გაკეთებული ეს ყველაფერი. მაგრამ ისინი გამზადებდნენ ატანა მე მგონი არ ჭირდებოდათ ესეთი სტაბეჭდილება დატოვა ჩვენ დაგვჭირდა ეს სამხედროები რო არ მოხმარებოდნენ ალბათ გრანტს შეიძლება ვერა მაგრამ მე კი ავადგენთ მაგრამ ყოველ შემთხვევაში იმ დროში ვერ ჩავეტევოდით მოდით ამჟამინდელ დაზიანებებს დაუბრუნდეთ ამ კომენტარის ჩაწერის შემდეგაც რამდენიმე დღე გავიდა და ზოგადადაც თქვენ რომ გვიამბოთ ამ წუთას რა დაზიანდა და თან პარალელურად ნახავთ ვიდეო კადრებს და თქვენ აღწეროთ რა მიიღო დაზიანებები. კი ბატონო. ერთი ის არის რომ აი დიდი ლოდი ჩამოვარდა. ეს მე კიდე რამდენიმე ნაწილად გაიყო. იქ ბევრი დაზიანება არის მოაჯირები განგრეული. არის ტაძარს მოხვდა კუთხეში 1 მეტრამდე არის მონგრეული, რომელმაც ეს ქვა ეტყობა მოაბრუნა და პირდაპირ ამოსასვლელი იმაში არის, როგორც ბილიარდის იმაში ჩააგდო ლუზაში. აი ესეთი რაღაც მოხდა. დაეცა თუ არა მობრუნდა და პირდაპირ როგორც იმაში ჩარჭობილია რა. ესე იგი სამრეკლოსა და ტაძარს შორის და იქ ეს დარტყმის დროს არის განგრეული ის თაღი ნაწილი. ეხლა მაგის მოცილება შეიძლება იმიტომ რომ ეგ პირდაპირ უნდა დაინგრეს და დაბლა კიბეებია და მან ჩამოვარდნის შანსი არ არის რომ სწორედ რაღაც მოხდეს. ეგ უნდა დაიშალოს ეს ქვა მთლიანად. აი ეს ქვებიც მოცილდება
მაგრამ აი იმ თაღს საიდანაც ეგ მოწყდა. აი ეს არის უკვე სერიოზული გასამაგრებელი. ჩემი აზრით არის ეგ მონოლითში უნდა გავაკეთოთ რა. ჩემი აზრით. მე ბევრი ვიფიქრე ვითომ ხსნარების შეშვება იმეებში, მაგრამ ეგ შენობებში კი შეიძლება, მაგრამ მაგ ადგილებში მე გამორიცხულად მიმაჩნია. თლიანად მოცილებაც ეგეც საშიშია, რა ვიცი, რამდენად გადაწყვეტ სპეციალისტები არ ვიცი. მაგრამ მე მგონია ეგ რომ მონოლითში უნდა გაკეთდეს თლიანად. ანუ თვითონ ტაძარიც არის დაზიანებული. ტაძრის კუთხე არის დაზიანებული. აი კუთხე, სადაც ის ქვა არის, დიდი ქვა ჩანს. იქ არის კუთხეშია მოხვედრილი და ის ნაწილია მონგრეული. ანუ რეაბილიტაციას საჭიროებს თვითონ ძირითადი შენობაც. ძირითადი შენობის ის ნაწილი აი კუთხეში, კი. და აუცილებელია სამრეკლოს დაანგრევაც, ისე ამ ლოდს ვერ გაიტანა. არა, სამრეკლოს დაანგრევა რა, ეს ქვა თვითონ დაინგრევა და ის სამრეკლო დარჩება, უბრალოდ ის ნაწილი, რომელიც ისა გახეთქილია, ის ნაწილი ის ჩამოიშრა და ახლიდან გაკეთდება ეგნად. ეგ ყველაფერი. აი ბოლო დღეებში უნდა მისულიყვნენ სპეციალისტები, თქვენ თუ გაქვთ ინფორმაცია მივიდნენ თუ ახლა იგეგმება? ეს სამშაბათს ამ წუთას რა ეტაპზე ვართ? აი ახლა სამშაბათს უნდა ყოფილიყო. ეს არის სამშაბათი? არა, წინა სამშაბათს იყვნენ. გადაიღეს სურათები, მეც უნდა დავსწრებოდ, მე დავრჩი სპეციალურად მაგისთვის და მაგრამ ჩემთვის არ შეუტყობინებია. პირდაპირ გადაიღეს, ეტყობა ესეთი ის კონდათ რომ უნდა ჯერ შეესწავლოთ რაღაცა და ახლა ალბათ მე ჯერ არ დავჭირდით. ეს რა სამსახურია? ეს არის ძეგლთა დაცვის სამსახურიდან, სააგენტოდან გამოგზავნილი ხალხი. მე დავრეკე მე ჩამოვედი აქა და გადასულან სხვა შენობაში და მე დავრეკე იქ ნაცნობი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს. დიახ. ხო, იქ დავრეკე, რომ რახან გადაიღეს და რაღაცა ალბათ იმასაც ღონისძიებასაც დაგეგმავდნენ, ვის მიაკითხონ, როგორ უნდა გააკეთონ, მაინტერესებდა ეგა. დავრეკე და კიდე გამოვაგზავნე თუ მან ხალხსაო, მაგრამ მე მაინტერესებს, რომ ეგ გეოლოგებს თუ ჩართავენ, სამთო გეოლოგებს უпроსტად სეისმიური განხრით, რომ იმათმა შეიძლება უფრო მეტი იციან, ალბათ ეგენ უნდა ჩართონ. კი, მე ვფიქრობ, რომ უფრო ამ კუთხით არის შესასწავლი, ვიდრე იმ კუთხით, როგორ შეიძლება აღდგეს. არა, როგორ შეიძლება აღდგეს, ეგ აღდგენას ექვემდებარება, მე როგორც აღვნიშნე, ეგ კი, მაგრამ თავარი ის არის, რომ სხვაერკველი არ მოყვას ის, რომ თუ დაიშალა იქ ძალიან დიდ რაღაცებს გამოიწვევს. ზოგადადაც ძალიან მნიშვნელობა შეიძინა ამ ტაძარმა დედოფლის წყაროსთვის თავისი რელიეფით და უნიკალურობიდან გამომდინარე, არაერთის ყურადღება მიიქცია და შეიძლება უწოდოთ, რომ დედოფლის წყაროს სავიზიტო ბარათიც გახდა. განსაკუთრებით შაბათ-კვირას მეტი ადამიანი ჩამოდის და სხვადასხვა კუთხიდან საქართველოსი ასევე ტურისტები და სამწუხაროა რომ ესე დაზიანება მოხდა, მაგრამ აი თქვენ როგორ იცით დღის რა მონაკვეთში მოხდა თუ ღამით მოხდა? აი როგორც ბერმა აღნიშნა, მე მითხრეს რომ ვიღაცა რომ ნახველმაო დადო Facebook-ზე. პირველი ეგ ინფორმაცია მივიღე მე. ახლა ვინ დადო, როგორ დადო არ ვიცი, მაგრამ აი როგორც ეს ალბათ მოხდა 5 საათზე ან რაღაცა შემთხვევით ამსვლელი ნახველი იყო, რომელიც ეს შენიშნა. აი ხმა გავიგეო როგორც ამოს ის ბერი რო ამოს ხმა გავიგე რაღაცა არ გვეგონა თუ ეგეთ რამე მოხდებოდა, იმიტომ რომ აფეთქებდნენ. აი იმ მომენტი ალბათ 5 საათი 6 საათი იქნებოდა, თორემ მე საღამოთი არავინ არ ადეს. აი ახლა თქვენ ახსენეთ რომ უნდა მოინგრას, გაიწმინდოს თქვენი ინფორმაციით ამის თანხები, თქვათ ვინ შეიძლება გამოყოს ან ფინანსური ხელშეწყობა რამდენად იქნება? ეცი რა ჯერ უნდა პროექტი გაკეთდეს მაგის გამაგრების აუცილებლად და თანხების რო შეფასდება, ეს თანხა რო დადგინდება, მე ან შემოწირულობა იქნება, ან ვიღაცა გაიღებს, ან სახელმწიფო თვითონ, ან შეიძლება ძეგლთა დაცვამ თვითონ გაიღოს. ეხლა უკვე რამდენად ახლა მნიშვნელოვანი ძეგლი, ახლა კი არ არის კულტურულ მემკვიდრეობაში ჯერ შესული, მაგრამ ალბათ ეგ შევა კიდეც არის. ალბათ ეგრე იქნება, იმიტომ რომ დიდი დატვირთვა აქვს როგორც ტურიზმის მხრიდან, ისე აი სოციალური ქსელიც ახსენეთ და თითქოს იყო განცდა, რომ არ გახმაურდა ეს ფაქტი, მიუხედავად იმისა, რომ მძიმე ფაქტია, რატომღაც არც საუბრები ისმის, არც აქტიურობა. თქვენი აზრით, ხომ არ ჭიანურდება ეს აღდგენის და რეაგირების პროცესი? აი ხო და მე აიმიტომ დავრეკე მე ძეგლთა დაცვის იმაში გამერკვია ეგ ყველაფერი. ტელეფონიც მიწერია იმ ბიჭი, ვინც უნდა ჩამოსულიყო მან და ერთი ამხანაგე იმას დაურეკავ კიდე, ეხლა რომ
მივალ. ერთი მაინტერესებს უნდა გავყვე ბოლომდე, რა ვიცი რა, როგორ ხდება, რა ხდება. ბოლო-ბოლო მე თვითონ მივალ ახლა სეისმის ინსტიტუტში და რაღაც მე თვითონ თუ, მაგრამ უკვე დაძრულია ეგ საკითხი და იმედია რომ გადაწყვეტავენ. ნახოთ ჩვენი გადაცემაც თვალყურს მიადევნებს და ვეცდებით რომ გავაშუქოთ თუ თქვა რამე პრობლემას ექნება კიდევ ადგილი. ამ ეტაპზე აი კიდევ ზამთარია ნალექები გველის ხომ არ არის კიდევ საშიშროება რომ საშიშროება მაგას ვერ განსაზღვრავთ, იმიტომ რომ ისეთი მოვლენა არის ხლა რო ვიცოდი რაღაც შენობა რო იყოს შეოფასებთ, მაგრამ ეს ძეგლი ბუნების ის არის მან სადრა ნაპრალი აქვს და როგორ აქვს მაგას ნამდვილად ვერ შეოფასებ. დიახ. ბატონო სერგო, თქვენ როგორც ასევე ძეგლთა დაცვის სპეციალისტი კულტურისა და ძეგლთა დაცვის ცენტრის ასევე საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა, რომ ზემო მაჩხანის ღვთისმშობლის ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭაო. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მაჩხანში არსებულ ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიას, რომელიც მე-11-მე-12 საუკუნეებში აგებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭეს შესაბამისი ბრძანება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორმა გამოსცა მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს. აღნიშნული ობიექტი აისახება ძეგლთა სახელმწიფო რეესტრში, მის შესახებ მონაცემები განთავსდება სამინისტროს ინტერნეტ გვერდზეო 28 ოქტომბერს. ეს რამდენად მნიშვნელოვანი ინფორმაციაა და რას გვეტყვით ზემო მაჩხანის ღვთისმშობლის ეკლესიაზე. თავისთავად, როცა სახელმწიფო დაცვის ქვეშ აიყვანს, მნიშვნელოვანია ჩვენთან არის რამდენიმე ესეთი ობიექტი, ეს არის თამარის ციხე, ხორნობუჯის ციხე, შედის მაგაში, არის ოზანის ამაღლება კულტური და იყო სამების ტაძარი, იქ ერთი ფრესკა. მართალია ეგ ადგილობრივებმა მე რო დამნიშნეს მათ რო ვნახე შელესილი და ვიღაცას პირადი იმით გაუკეთებია ინიციატივით ძალიან ცუდად გამაგრებები რაღაცები. შეიძლება კეთილი გრძნობა იყო, მაგრამ ძალიან ცუდად არის გაკეთებული. ის ფრესკა შიგნით არის ერთი ეგ ეხლა ღვთისმშობლის ტაძრის ეხლა კულტურული მემკვიდრეობის მინიჭება და დაცვის ქვეშ აყვანა, პრინციპში მე მართალია გითხრათ არ ვიცოდი. აი ხა თქვენ ახალი ინფორმაცია. ხო, ეხლა შესულა. ალბათ მაგასაც იმასვიდა. რა თქმა უნდა, რაც მე მოვლენა არის მნიშვნელოვანი ეს. კი, რა თქმა უნდა, დაცვის ქვეშ რო ავიყვანთ, ესე იგი სახელმწიფო ვალდებულია. თუმცა აი ამ ტაძარმა რის გამო მიიღო ეს სტატუსი? არის რითია გამორჩეული სხვა ძეგლები? ასაკით არის, ფრესკები არის, აი სადაც კი ფრესკა ძველი ნამუშევარი, აი მაგ ხრივ და ასაკი, თავისთავად ასაკით, რომელ საუკუნის ძეგლით წარმოადგენს უნიკალურობით. მაგ ხრივ ახლა და ჩვენი დრო ამოიწურა, მაგრამ მოკლედ მინდა გკითხოთ, მისი მდგომარეობა როგორ არის? ხომ არ ჭირდება რაიმე ხელის შევლება? ძალიან მოკლედ. ხელის შევლება იქ ბზარებია ადრინდელი გაჩენილი, იმას უნდა გამაგრებები. გამაგრებები მანდ უფრო მარტივია, ახლა ელიას მაგას ვერ შევადარებ ახლა ბუნების ძეგლსა. კარგით, მადლობა დიდი. ეს იყო ხორნაბუჯის და ჰერეთის ეპარქიის არქიტექტორი სერგო ქართველიშვილი, რომელიც ასევე დედოფლისწყაროს კულტურისა და ძეგლთა დაცვის ცენტრის ძეგლთა დაცვის სპეციალისტი გახლავთ. თქვენ უყურებდით კახეთის საათს, მე ჟურნალისტი ილია მარტყოფლიშვილი ვარ და ყოველ სამშაბათს 13 საათსა და 45 წუთზეა კახეთის საათი ობიექტივის ეთერში. დიდი მადლობა რომ გვიყურებთ და ენდობით ობიექტივს. უფასო სოციალური რეკლამა ობიექტივის ეთერში.